ლოგოთ აქვს ფული მე დღეს და ბევრი. ყოველ შემთხვევაში სადვეძებოთ რუსული ფული და უცებ აღმოვაჩინე რომ ეს რუსული ფული ძალიან მიზანმიმართულად წლების განმავლობაში საქართველოში შემოდის და რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ახალისებს მათ ვინც ამ ფულს ეპატიჟება საქართველოში. თან არ შემოდის უსასყიდლოდ. რასაკვირველია არავინ დაეძებს ამ ფულის წარმოშობის კეთილსინდისიერებას. კერძოა თუ სახელმწიფო კერძო, კრიმინალურია, არაკრიმინალურია, გამჭვირვალეა, საერთოდ გამჭვირვალე კაპიტალი საქართველოსკენ იშვიათად, მაგრამ გამომივიდა საკმაოდ სერიოზული მისამართები, სად უნდა ვეძებოთ რუსული ფული და რა გავლენა აქვს რუსულ ფულს. აგერ ბატონო, დიდუბეგნება, დიდუბეში თელასი არის განლაგებული. კი ბატონო. შემდეგ მადნეული. კი ბატონო. ასეთი ესენი სპილენს ეძიებენ, კვარციტში ოქროს აკეთებენ, ენერგი ინვესტი აშენებს, მაგრამ რას აშენებ ენერგიულ, აზოტი, ბილაინი, ლუკოილ გრუზია, იტერა გრუზია, ხრამი 1, ხრამი 2, ტრანსჯორჯიან რისორსის, თბილისის წყალი, ენერგოპრო ჯორჯია, მტკვარი ენერგეტიკა, VTB გრუზია ბანკი, ღვინის ქარხნები, დამეზარა თელისის წარმოდგენა და ამ სიას ვამთავრებ ასე სხვა არც თუ წვრილმანი ჯანდაბა და დოზანა. რამდენიმე მილიარდი კი დაიკითხეთ უკვე და. აი ეს თანხა ეხლა ეს რომლის ნაწილი შემოდის ლეგალურად, მაგრამ უსათოდ შლეიფი გააჩნია ისეთი, რომლისადაც ბენზინომიკა არ დაუშვებდა ამ თანხის გაჯაჯანებას ქვეყანაში. რა იქნა ეს რუსული ფული? მეორე შეკითხვა მაქვს. ეს ნარკო ბიზნესის ფული რა წარმოშობის არის? დავიჯერო პირდაპირ ინდური დრახნებზე არის აქ საუბარი, თუ არანაირი რუსული კვალი არ არის ამ პროცესში. გვარწმუნებს ხელისუფლება, რომ ნარკობარონი გახდათ ბატონი კახა თარგამაძე. ვერ შევედავები, ვერ გამოვდგები თარგამაძეების გვარის ადვოკატად პოლიტიკაში. თულია. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ კახა თარგამაძის დროს რომ ნარკობიზნესი არსებობდა. ეხლა ვინ პატრონობს იმ ბიზნესს? აღარა ყოფს ნარკომანები ქვეყანაში? გაორმაგებულია. როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემა წლების განმავლობაში იბრძოდა თარგამაძის პოლიციის ქვეშ, რომ დაგვითმეთ ნარკომანები, ეგენი ავადმყოფები არიან, ჩვენ საკანონმდებლო ბაზას შევქმნით, უმკურნალებთ, გამჭვირვალეს გავხდით ამ პროცესს, შედეგს მივიღებთ, აღარ იქნება განვითარება ამ პროცესის. პოლიცია იდგა მედგრად, თარგამაძე მოუგო ჯანდაცვას და ნარკომანები კვლავ დარჩენ უზარმაზარი შემოსავლის წყაროთ მაშინ. მაგრამ აი მერაბიშვილის პოლიცია რატომ არ თმობს ნარკომანს როგორც შემოსავლის წყაროს, რატომ არ უთმობს ისმას ჯანდაცვას და რატომ არის კანონმდებლობა დემოკრატიული ვარდების ხელისუფლების ისეთივე მზაკვარი ამ და რატომ არ იძლევა ამის საშუალებას? ანუ ნარკობიზნესი ან აღარ არის, ან ნარკომანები თვითონ იძახიან, რომ არა გვირჩევნია პოლიციები საგვიყვანოს ციხეში, ისე ჩვენ წავიდეთ. ბატონო, გარდა ამისა, მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა შეგახსენოთ. ნარკოტიკი ეს არის უდანაშაულო ადამიანის დაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. მე ამას წინათ ერთ-ერთ მიტინგზე ჩემთან მოვიდა ნაწამები ციხიდან გამოსული ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ როცა მიჭერდნენო, საერთოდ ჩემს ცხოვრებაშიო, მე ნარკოტიკი არ მეხმარიაო, როცა მიჭერდნენო, ესეთი რამე მითხრეს, რომ ძალიან გთხოვ, აგერ 3 ამი მიჭირავს, ჯიბეში ჩაიგდე, თორე ეხლა გაგბერტყავთ ცემაში და მაინც ჩაგიგდე. ვეზარება ეცემა ცხელაო, ისაო, ესაო და ანუ ავდექი და ესე მორჩილად ჩემივე ხელით ჩავიყარე ჯიბეშიო. ეს თქვენ ალბათ თარგამაძის დროს ყვების მაგამდას, ხო? მე ყვები მერაბიშვილის დროს. საკვირველია რაც. მე ვიცოდი რომ თარგამაძის დროს ხდებოდა ეგეთი ამბავი. ეხლაც ხდება ეგეთი. ეხლაც ხო, რა ვიცი ახლა. მერაბიშვილის უწყება ძალიან ილაშქრებს ესეთი ჩაგდებების, დაგდებების და უდანაშაულო ადამიანების დაჭერების წინააღმდეგ.
იარაღი კიდე ხომ. აი ეს არის რა ვიცი, რუსული ფული. რუსული ფული სადროზე ბატონებო მისამართი გითხარით, ეხლა გავანაწილოთ. ჩვენ კიდე არ ვიცით. თელასი და მადნეული, ну, რა ვიცი, შეიძლება ეხლა ოპოზიციური პარტიების მიხედვით თვითონ 1-2-3 ობიექტი გერგებათ. კი გამოვა გაერთიანებული ოპოზიცია. მიხედეთ, აი ეს გაერთიანებს ოპოზიციას ეს რუსული ფული, თუ აღარ აღმოჩნდა რომ ყველა სალაროც არიელია, იმიტომ რომ მას უკვე ყავს პატრონი და მომავალი. ეკონომიკურად რო ვიმჯერდოთ, მთელი საქართველოს ინფრასტრუქტურაა რა. აი ახლა ეს ყველაფერი რო გამოიწოს ერთ წუთში, საქართველოს ცხოვრება გაჩერდება. არა, გარდა ამისა, რომ აღარ მიეკარო ენგურხეს და რაღაც. არა, მე კენიგზაზე და ენგურხეზე ხმა რა მომირია. ხო. სახელმწიფო საიდუმლოების დონეზე აქვს შენახული და შეინახული. მაგრამ ფაქტია, რომ ამ 2-3 წლის წინ პრაქტიკულად ძალადობრივი ფორმით უნდათ რკინიგზის მიყიდვა ბადრი პატაგაჩვილისთვის. და იმ თანხაში ეანგარიშათ, ესე იგი, იმედის ეხლა მე ერთი რამე მინდა გთხოვოთ, აი ახლა აი ამ თემატიკიდან გამომდინარე. მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ მთავარ თემას სოციოლოგიაში და ერთი რაღაცა კითხვა გამოვადნოთ მაყურებლისთვის, რომელიც ან კი ან არა და თავის არგუმენტს გვეტყვის რუსეთთან მეფრო კავშირშია ხელისუფლება თუ ოპოზიცია. კი ბატონო. შეიძლება ესეთი კითხვის დასმა ბატონო. პატრიოტო? ხო. ну ვის უკეთესი ფინანსური ურთიერთობები აქვს რუსეთთან? პირველი პასუხი ხელისუფლებას. დავსვათ ესეთი კითხვა, შეიძლება ვის უკეთესი ფინანსური ურთიერთობები აქვს რუსეთთან? ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? შეგიძლიათ დარეკოთ. შეიძლება იყოს წარმატებული. წარმატებული ფინანსური ურთიერთობები აქვს ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? შეგიძლიათ დარეკოთ და გამოაგზავნოთ SMS-ი, ყველანაირი გაფილტვის გარეშე შემოგიყვანთ, ვინც დარეკავს და SMS-საც კიდე მიაქცევენ სათანადო ყურადღებას იმისთვის, რომ დააჯამონ და ამისთვის გვაქვს ამ კითხვის მოკლედ საპასუხოდ გვაქვს მხოლოდ 9 საათიდან მერე ჩვენ ამას დავაჯამებთ. ეხლა კი შეგიძლიათ პირდაპირ ზარებით დარეკოთ და ჩვენ შეიძლება რამოდენიმე პირველი ზარია უკვე? არა, იქ გავენთო. აი ხა, გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო ცოტა, ბატონო რამაზ, ჩემი სტუდენტობის წლები მახსენდება, როცა თქვენ საუბარს უსმენთ და ბატონო ლევან, აი ძალიან დიდი პატივისცემით მოგესალმებით ამერიკიდან. მადლობა. ეხლა და მართლა ძალიან ცუდად გამეხდა გული. აი, უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ აი თითქოს იგივე პრობლემებში დავბრუნდით, აი მე და შენ ერთი თაობის ვართ ლევან და აი თითქოს იგივე პრობლემების წინაშე დავდექით, რის წინაშეც ვიდექით 80-იანი წლების ბოლოს. ნუ ეხლა რაც შეეხება კითხვას, ვის უფრო წარმატებული ურთიერთობები აქვს რუსულ ეკონომიკასთან თუ კაპიტალთან თუ რაღაც ჯანსაღთან. ის რომ პრაქტიკულად რუსეთი საქართველოს ეკონომიკაში დღეს მონოპოლისტია, ეს ვისი დამსახურება? ოპოზიციის თუ ხელისუფლების? ოპოზიციის მიხეილ სააკაშვილის გაზრდით. ერთი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები და მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კოდორის ხეობას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, სადაც მტრის ფეხი არ დადგმულა. დღეს არის რუსეთის ხელში, პრაქტიკულად რუსეთის ხელში. არის თუ არა ის გაყიდული? მე აი ამ კითხვის ნიშანს და საერთოდ საქართველოში აი ეს მუდმივი აშლილობა იყო თუ არა აი ამ ხელისუფლების მიზანი, როცა ის მოდიოდა ხელისუფლებაში. და საერთოდ მაპატიეთ ეს ფინანსური გარიგება. მე ისევ ფინანსებზე